საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის მონაწილეებს სიტყვით დღეს მიმართავს. პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებს გააცნობს და ისაუბრებს იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას. მიხეილ ყაველაშვილი დღესვე გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშსაც შეხვდება. მარიკა შალიკაშვილი დეტალებით. გენერალური დებატები უკვე მესამე დღეა გრძელდება და გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით მე-80 სესიის ფარგლებში მსოფლიო ლიდერები იკავებენ გაეროს გენშტაბის ტრიბუნას და მიმართავენ შეკრებილებს და მთელს მსოფლიოს. დღეს ამ ტრიბუნას დაიკავებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც რამდენიმე საათში სიტყვით გამოვა, როგორც ჩვენ ვიცით, მისი მთავარი სათქმელი იქნება თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა და რა წინსვლა აქვს ჩვენს ქვეყანას იმ მიმართულებებით, რომელიც არის მნიშვნელოვანი გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის, მაგალითად მშვიდობა, უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება, ადამიანის უფლებები. ამერიკის შეერთებული შტატების დროით დაახლოებით დღის 12 საათზე მოусმენენ საქართველოს პრეზიდენტს, რის შემდეგაც მას უკვე ექნება შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან. ეს იქნება პირისპირ შეხვედრა, სადაც მხარეები რიგ საკითხებზე ისაუბრებენ. საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო საზოგადოებას გააცნობს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებს, გაუზიარებს იმ გამოწვევებს, რომელიც საქართველოს გააჩნია და ასევე მიღწევებს, რომელიც საქართველოს ჰქონდა მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის გამოწვევებით სავსე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის, ასევე ეკონომიკური წინსვლის მიმართულებით. ექნება შესაძლებლობა საქართველოს პრეზიდენტს, რომ გაუზიაროს გაეროს გენდივანს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და მივიღებთ კიდევ ერთხელ მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს უკვე ჰქონდა შეხვედრა ევროპელ კოლეგებთან. ის დაესწრო გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით მე-80 სესიის საზეიმო გახსნის ცერემონიას, ასევე ის იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და პირველი ლედის სახელით გამართულ საზეიმო მიღებაზე და გარდა ამისა მიხეილ ყაველაშვილთან ერთად ნიუ-იორკში იმყოფებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა. ბევრი საინტერესო შეხვედრა გამართეს და ეს შეხვედრები დღესაც გაგრძელდება. ეს მარიკა შალიკაშვილი იყო.